ტარიფების ომი ოფიციალურად გახსნილად გამომიცხადებია. შენაცხადებ გახსნილად გამომიცხადებ. არა, მე გამოაცხადებ ტარიფების ომს გახსნილად. ჩემი მანდატის ფარგლებში რომ უბრალოდ გამცნოთ ეს ამბავი, თორემ ნამდვილად ოფიციალურად ამ ყველაფერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი. ისი მიხედვითაც კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის ტარიფები დაწესდა. განკარგულების თანახმად 25%-იანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10%-იანი ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. ამასთან კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე იმოქმედებს 10%-იანი ტარიფი. თეთრი სახლის განცხადებით, ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახდნენ მათ დაპირებაზე შეაჩერონ მომწავლე ნარკოტიკის ნაკადი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თეთრი სახლის მიერ დაწესებული ტარიფები 1 თებერვლიდან ამოქმედდა. უსაქმოდ არც მიზანში ამოღებული ქვეყნების ხედანა შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. ჩინური მედიის ინფორმაციით კი ამის შესახებ აღნიშნული არის ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებაში და პარალელურად კანადამ და მექსიკამ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების საპასუხოდ შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესება გამოაცხადეს. ჩინეთის კომერციის მინისტრის თქმით, ჩინეთი შეერთებული შტატების არასწორი ქმედებების პასუხად საჩივარს წარადგენს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში და შეერთებული შტატების მხრიდან დამატებითი ტარიფის ცალმხრივი დაკისრება სერიოზულად არღვევს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ვერ შეძლებს საკუთარი პრობლემების მოგვარებას, არამედ შეაფერხებს ორ ქვეყანას შორის ნორმალურ ეკონომიკურ და მათ შორის სავაჭრო თანამშრომლობას აღნიშნული არის განცხადებაში, რომელიცაც ჩინეთის მხარე ავრცელებს. ამასთან ჩინეთი მოუწოდებს ასევე შეერთებულ შტატებს, რომ მოაგვაროს ფენტალინის პრობლემა და მასთან დაკავშირებული საკითხები ობიექტურად და რაციონალურად და ასევე ისინი გამოიყენებენ უხ ტარიფებს სხვა ქვეყნების მუქარისათვის. მექსიკის პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის განცხადებით კი მისი მთავრობა ცდილობდა დიალოგს, ვიდრე ჩრდილოეთით თავის მთავარ სავაჭრო პარტნიორთან დაპირისპირება მოხდებოდა, მაგრამ მექსიკა იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა. მექსიკის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ აკონკრეტებს თუ რომელ პროდუქციას შეეხება მექსიკური ტარიფები. ჩვენ კატეგორიულად უარყოფთ თეთრი სახლის ცილისწამებას იმის შესახებ, რომ მექსიკის მთავრობას კრიმინალურ ორგანიზაციებთან ალიანსები აქვთ, განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა და დასცინა იქ, რომ ეკონომიკის მინისტრს შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებზე რეაგირება დაავალა, რომელიც მოიცავს საპასუხო ტარიფებს და ასევე სხვა ზომებსაც. საპასუხო ტარიფების ამოქმედებას გეგმავს კანადაც, რომელსაც ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილად განიხილავს და არ მალავს სურვილს, რომ ეს ოფიციალურადაც გაფორმდეს. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ საქონელზე, მათ შორის ალკოჰოლსა და ხილზე 25%-იან ტარიფებს დააწესებს. ტრუდოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ტარიფები ეკონომიკურ ტკივილს გამოიწვევს და კანადელებს მოუწოდა ამერიკული სერვისების და პროდუქტების ნაცვლად კანადური აირჩიონ. ტარიფებთან მიმართებით ეს ამბები არ იქნება უკანასკნელი, რადგან 30 იანვარს ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით განმეორებით დაემუქრა ბრიქსის წევრ ქვეყნებს, მათ შორის ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს და ჩინეთს, თუ კი ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლება შეეცდებიან. მან ასევე ტარიფების მუქარას მიმართა კოლუმბიის წინააღმდეგაც, როდესაც პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უარი თქვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ. პეტროს მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ტრამპმა ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, ხოლო ქვეყნის მთავრობის წევრების, ასევე მათი მხარდამჭერების და ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გააუქმა, რაც ორივე მხარე კოლუმბიელი მიგრანტების ამერიკის შეერთებული შტატებიდან დეპორტაციის პროცესზე შეთანხმდა. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები პარიზის შეთანხმებიდან გამოდის, მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დაფინანსების პირობა დადო. და მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კლიმატის ფონდში თავის კონტრიბუციას აჩერებს, კონვენცია სრულ დაფინანსებას შეინარჩუნებს. მე უკვე გეტყვით, რომ მაიკლ ბლუმბერგი ამერიკული Forbes-ის მილიარდერთა სიის მიხედვით მსოფლიოში რიგით მე-16 ყველაზე მდიდარი ადამიანი არის და ამასთან იგი გაეროს სპეციალური წარმომადგენელი არის კლიმატის საკითხებში. ჯამში საქმე კი ის გახლავთ, რომ გაეროს კლიმატის ორგანიზაციის ბიუჯეტს 200-მდე წევრი ქვეყანა ავსებს და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის კონტრიბუცია კი ამ დრომდე ყველაზე მაღალი იყო და ბიუჯეტის დაახლოებით 21%-ს მაინც შეადგენდა. უზომოდ ვაფასებთ ბლუმბერგ ფილანთროპის გულუხ მხარდაჭერას და ლიდერობას, რომელსაც ბლუმბერგი ავლენს.
ჩვენი მისიისთვის სამთავრობო დაფინანსებები კვლავ უმნიშვნელოვანესი არის, თუმცა მსგავსი კერძო კონტრიბუცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის გაეროს კლიმატის ცვლილების სამდივნოსთვის, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში და შევქმნათ ისეთი დაბალ ემისებიანი, მდგრადი და უსაფრთხო მომავალი, ყველასთვის განაცხადა ამ შემთხვევაში გაეროს კლიმატის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა. Bloomberg ფილანთროპის ინიციატივას კი ამ შემთხვევაში კლიმატის სხვა ამერიკული ორგანიზაციებიც უერთდებიან და ისინი მზად არიან, რომ გაეროს კლიმატის კონვენციაში შეერთებული შტატების კონტრიბუცია მათ ერთად შეავსონ. ჯერჯერობით ამ დრომდე უცნობი არის კონკრეტულად თუ რა თანხების გამოყოფაზე არის საუბარი Bloomberg-ის მხრიდან, თუმცა მილიარდერმა ბიზნესმენმა პირობა დადო რომ ის შტატებთან და მათ შორის კომპანიებთან ერთადაც იმუშავებს, რათა შეერთებული შტატები გლობალური ვალდებულებების ერთგული დარჩეს. კიდევ ერთი ამბავი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, ტყეების, თოვლისა და ლანდშაფტის კვლევითი შვეიცარიული ფედერალური ინსტიტუტის მეცნიერები ავსტრიელ კოლეგებთან ერთად მთელ მსოფლიოში 40 წელი აკვირდებოდნენ გვალვებს და საინტერესო შედეგები გამოაქვეყნეს კვლევას ფარმერ პიელი ავრცელებს. მათი შეფასებით გვალვას როგორც წესი მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როცა სოფლის მეურნეობას ზიანს აყენებს ან ტყის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მეცნიერებმა 1980-დან 2018 წლამდე პერიოდის გლობალური მეტეოროლოგიური მონაცემები და გვალვის ნიმუშები გაანალიზეს და საგანგაშო ტენდენციები დააფიქსირეს. კერძოდ გაიზარდა მრავალწლიანი გვალვების რიცხვი, რომელიც უფრო ხანგრძლივი, გახშირებული, ექსტრემალური გახდა და უფრო დიდ ტერიტორიებს მოიცავს. ექსპერტებმა ნიადაგიდან და მცენარეებიდან წყლის აორთქლება და ნალექის რაოდენობის ანომალიები, ასევე მსოფლიოს ბუნებრივ ეკოსისტემაზე მათი გავლენა გაანალიზეს. ამან მათ საშუალება მისცა დაედგინათ მრავალწლიანი გვალვების შემთხვევები პლანეტის როგორც კარგად შესწავლილ, ასევე ნაკლებად ხელმისაწვდომ რეგიონებში. ასეთი არის ტროპიკული ტყეები და მსოფლიოს ყველაზე გრძელი და სიმაღლით მეორე მთათა სისტემა ანდები, სადაც დაკვირვების მცირე მონაცემებია ხელმისაწვდომი, თუმცა ექსპერტებისთვის უცნობია თუ რამდენ ხანს გაუძლებს კლიმატის ცვლილებას, თუნდაც გამძლე ტყეები, რადგან მეგაგვალვამ ზომიერი კლიმატის მდელოებზე უდიდესი პირდაპირი გავლენა მოახდინა. ცხელი წერტილები ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ მონღოლეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთ ავსტრალიას მოიცავს. მეცნიერები წერენ, რომ პლანეტაზე და მის ეკოსისტემაზე ძლიერი გვალვების გრძელვადიანი ზემოქმედება ძირითადად უცნობია, მაგრამ პროგნოზირებადია. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ეს დასკვნები საზოგადოებას გვალვასა და მის მზადებაზე ამჟამინდელ წარმოდგენას შეუცვლის. ცხადია, რომ კლიმატის ცვლილებები ჩინეთსაც აწუხებს, თუმცა მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკა უპილოტო საფრენ აპარატებს ამ შემთხვევაში ფასეულ ინსტრუმენტად იყენებს საკუთარ ამბიციურ გეგმებში, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული უზარმაზარი ფართობის გაუდაბნოებული მიწები აითვისოს და მათ შორის განავითაროს. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დრონები გაზაფხულის შემოდგომისა და ზამთრის თვეებში კუბუკის უდაბნოში თესვის სამუშაოებისთვის გამოიყენება. ეს ოპერაციები კი სუსტი ქარის პირობებში ტარდება, რათა სამუშაო უსაფრთხოება ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს და გარემოზე შესაძლო ზემოქმედება მინიმუმამდე დავიდეს. თესვის სამუშაოების მთავარი მიზანი კი რეგიონში მგრძნობიარე ეკოსისტემების აღდგენა და შენარჩუნება არის. მიწის გაუდაბნოებასთან ბრძოლის ექსპერტმა, ინჟინერმა ლიტინგმა კარგად იცის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, როგორ უნდა დაიცვან მიწა გამოშრობისაგან და ასევე თუ როგორ დაინერგოს მასშტაბური გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის მეცნიერული მიდგომებიც. ეს არა მხოლოდ ამცირებს ადამიანის შრომაზე დამოკიდებულებას, არამედ მინიმუმამდე დაჰყავს საოპერაციო ხარჯები და ზრდის ყველა სამუშაო ეფექტურობას. უპილოტო საფრენი აპარატი საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ შეასრულონ დაგეგმილი სამუშაოები მის მიუხედავად, თუ როგორი კლიმატური პირობებია აცხადებს ლიტინგი. ჩინეთს ცოტა ხნით რომ შევეშვათ გლობალურ თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხსაც შევეხოთ აქვე ხელოვნური ინტელექტი. მას შემდეგ რაც AI მსოფლიოს მასშტაბით ინდუსტრიებისა და საზოგადოებების ტრანსფორმაცია დაიწყო, ქვეყნებმა პირველობისთვის ნამდვილი ესე რომ ვთქვათ ომი წამოიწყეს. ჯერჯერობით ძირითადი კონკურენცია შეერთებულ შტატებსა და მათ შორის ჩინეთს შორისაც გამოიკვეთა, თუმცა ზესახელმწიფოებში და მსოფლიოს ციფრული ლიდერის სტატუსისთვის სავარაუდოდ დედამიწის ყველა დიდი ქვეყანა იბრძოლებს. AI-ის პიონერები დღეს არა მხოლოდ დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ კვლევასა და განვითარებაში, არამედ ისინი ქმნიან საჭირო ინფრასტრუქტურას და საფუძველს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისათვის. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს საინფორმაციო საიტმა და ვებგვერდმა ჩორტის მედიამ შექმნა გლობალურად AI-ის საუკეთესო ინდექსი
ინდექსის მქონე ტოპ ქვეყნები და აი ამ ინდექსის მიხედვით ის ადგენს სამ ძირითად ინდიკატორს, ესენი არის ინვესტიცია, ინოვაცია და მიმღებლობა. იგი ასევე აფასებს თითოეული ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების მასშტაბებსაც და მათ გლობალურ გავლენას სცენაზე. წარმოგიდგენთ დღეს საუკეთესო ინდექსის მქონე ქვეყნებს. პირველ ადგილს იკავებს შეერთებული შტატები საერთო ქულით 100. ამერიკა მსოფლიო ლიდერი არის ხელოვნური ინტელექტის უმეტეს სფეროებში და მათ შორის არის როგორც გენერაციული AI, ასევე ბუნებრივი ენის დამუშავება და მანქანური სწავლება. MIT-ისა და სტენფორდის უნივერსიტეტიდან დაწყებული კარნიგი მელონის უნივერსიტეტით დასრულებული შეერთებული შტატები ამაყობს მსოფლიოს წამყვანი AI კვლევითი ინსტიტუტებით და მისი ტექნიკური გიგანტები, როგორც არის Microsoft, Apple, Nvidia და Alphabet დიდწილად დომინირებენ გლობალურ ბაზარზე და მათ შორის ქვეყანაც ბევრად წინ უსწრებს სხვა ქვეყნებს ხელოვნური ინტელექტის დაფინანსებით, თუმცა ამ შემთხვევაში DeepSeek-ის გამოშვებამ შეარყია ამერიკის დომინირება. ამაზე რამდენიმე წუთში ძალიან საინტერესო სიუჟეტსაც შემოგთავაზებთ, იქამდე კი ქვეყნების ჩამონაცვალს გავყვეთ. გავყვეთ ლოგიკურად ჩინეთი მოდის შემდეგ პოზიციაზე საერთო ქულა 54-ია. ჩინეთი მიმდინარედ კი არის მეორე ადგილზე ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, მაგრამ მისი ქულა ყოველდღიურად იზრდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მეორე ადგილზეა ხელოვნური ინტელექტის დანახარჯებით და ლიდერობს ხელოვნური ინტელექტის რამოდენიმე სფეროში, მათ შორის სახის ამოცნობისა და კომპიუტერული ხედვის ჩართვით. Pony AI არის ჩინეთის წამყვანი AI კომპანია, რომლის ღირებულება 4.75 მილიარდი დოლარია. უფრო მეტი ჩინური ხელოვნური ინტელექტი chatbot-ის DeepSeek-ის ბოლო გაშვებამ განაცვიფრა მსოფლიო და შედეგად დაეცა Nvidia-ს, Microsoft-ის და სხვათა აქციების ფასები. შემდეგი სინგაპურია, საერთო ქულა 32-ია. სინგაპურმა ინდექსში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულა მოიპოვა. ქალაქ სახელმწიფოს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი ხარჯი აქვს. ხელოვნური ინტელექტის სფეროში სახელმწიფომ თავისი პირველი ეროვნული AI სტრატეგია 2019 წელს წამოიწყო. აქვს კვლევით ინსტიტუტები და დინამიური სტარტაპები, მას აქვს პოტენციალი, რომ გახდეს საუკეთესო გლობალური ცენტრი AI ინოვაციებისთვის. დიდი ბრიტანეთის საერთო ქულა 30, დიდი ბრიტანეთს აქვს ძლიერი პოზიცია ხელოვნური ინტელექტის კვლევასა და ინოვაციებში. ოქსფორდის უნივერსიტეტი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიხედვით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ AI-ის განვითარებისთვის უახლესი პროგრამის მიხედვით 17.4 მილიარდ დოლარს დახარჯავს. და ბოლოს საფრანგეთი საერთო ქულა 28, საფრანგეთი კარგად არის პოზიციონირებული გლობალურ AI რბოლაში. ეს მისმა ძლიერმა აკადემიურმა ბაზამ, გულუხმა ინვესტიციებმა და ინოვაციებზე ფოკუსირებულმა პროგრამებმა განაპირობა. AI-ში კერძო ინვესტიციები მზარდია ქვეყანაში, მაგალითად ფრანგულმა გენერაციულმა AI სტარტაპმა Mistral AI 2023 წელს 503 მილიონი დოლარი მოიზიდა ინვესტიციის სახით. და ახლა დაპირებული სიუჟეტის დროც დადგა თუ რას წარმოადგენს DeepSeek-ი. ჩინური AI კომპანია DeepSeek-ი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სერიოზულ ფონს ქმნის, მას შემდეგ განსაკუთრებით რაც ლამის ერთ ღამეში მოიპოვა პოპულარობა. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტმა Apple-ის App Store-ში პირველი ადგილიც კი დაიკავა ისეთ კონკურენტებზე წინ, როგორებიც არიან მაგალითად OpenAI, ChatGPT და Google-ის Gemini. ეს ყველაფერი კი შედარებით მცირე დროისა და ბიუჯეტის პირობებში. უფრო კონკრეტულად თუ რა გავლენა მოახდინა ახალშექმნილმა ჩინურმა კომპანიამ ამერიკის ტექნოლოგიურ გიგანტებზე, დეტალებს სიუჟეტიდან გაგიზიარებ. 27 იანვარი ამერიკული საფონდო ბირჟისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო, რადგან უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ჯამურად 1 ტრილიონი დოლარის შეფასება დაკარგეს. განსაკუთრებით ცუდი შედეგი Nvidia-ს ჰქონდა, რომლის კაპიტალიზაცია ერთ დღეში 17%-ით, ანუ 600 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც რეკორდული ვარდნის მაჩვენებელია. ამერიკელი ინვესტორების პანიკა ერთ-ერთმა ჩინურმა სტარტაპმა DeepSeek-მა გამოიწვია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს და ChatGPT-ის კონკურენტ AI-ს რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ხშირად გადმოწერადი უფასო აპლიკაციაა. ინვესტორების შიში იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ DeepSeek-მა ხელოვნური ინტელექტის შექმნა დაახლოებით 2 თვეში 6.5 დოლარის ინვესტიციით შეძლო, რაც თითქმის 10-ჯერ და 100-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, თუ რა მოცულობის ინვესტიციის ჩადება მოუწიათ OpenAI-სა და Google-ს საკუთარი AI მოდელების შესაქმნელად. ხელოვნური ინტელექტის ასეთმა გაიაფებამ გააჩინა ეჭვი იმასთან დაკავშირებით ამერიკული ტექნოლოგიური
ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი უაზრო ხარჯების გაწევას და ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში ფულის გადაყრას. ცხადია, მომენტალურად გაჩნდა შეკითხვები მრავალმილიარდიან დატა-ცენტრებთან და მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებით, რადგან ინვესტორებისთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა თუ როგორ შეძლო ჩინურმა სტარტაპმა AI-ის შექმნა ისე, რომ ამაში ფული თითქმის არ დაუხარჯავს. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე საკითხზე უნდა დავფიქრდეთ. პირველი ის არის, რომ DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტი აზროვნების პროცესში სხვა სახის ლოგიკურ სტრუქტურას იყენებს, რაც შედეგს უფრო ნაკლები ენერგიის მოხმარების სანაცვლოდ იძლევა, თუმცა ხარისხით შესაბამისია. ამ შემთხვევაში DeepSeek-ზე საუბარს დიდად აზრი არ აქვს, რადგან კომპანია ჩინური წარმოშობისაა, შესაბამისად ის არ გადის აუდიტს და მის მიერ წარმოდგენილი ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ AI-ის შესაქმნელად მისმა ინვესტორებმა $6,500,000 დახარჯეს, არც გადამოწმებადია და არც დადასტურებული. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ DeepSeek-ს წესით ცნობა არ უნდა ჰქონდეს NVIDIA-ს უახლეს და უმძლავრეს AI პროცესორებთან, რადგან ჩინეთი სანქცირებული სახელმწიფოა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ჩინურ კომპანიას ათასობით NVIDIA-ს პროცესორი აქვს, რაც სავარაუდოდ ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლით აღმოჩნდა. საერთო ჯამში DeepSeek-თან დაკავშირებით რამის თქმა რთულია, რადგან ეს პროექტი მართლა $6,500,000 დაჯდა თუ $65 მილიარდი არავინ იცის. განსაკუთრებით საყურადღებო კი ის არის, რომ ჩინეთის მთავრობას AI-ის განვითარება სტრატეგიულ ამოცანად აქვს დასახული. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ DeepSeek-ის დაფინანსებაზე სახელმწიფო სუბსიდიები იხარჯებოდეს და პროექტის ღირებულება გაცხადებულზე 100-ჯერ მეტი იყოს. რაც შეეხება NVIDIA-ს კატასტროფულ ვარდნას, ანალიტიკოსების შეფასებით კორექცია ემოციური გავლენით და პანიკით არის განპირობებული, რადგან NVIDIA-ს ჩამოქცევის რეალური მიზეზი არ არსებობს. ამას კი ის განაპირობებს, რომ მის მიერ წარმოებულ AI პროცესორებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, თანაც არა გაუგებარი წარმოშობის სტარტაპების, არამედ რეალური გიგანტური კომპანიების მხრიდან, რომლებიც AI-ის განვითარებაზე ტრილიონების დახარჯვას გეგმავენ. პერიოდულად ახლდება ხოლმე ინფორმაცია პროფესიებზე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი სამომავლოდ ჩაანაცვლებს. დღესაც წარმოგიდგენთ კიდევ ერთ განახლებას AI-ის და სხვა ტექნოლოგიების განვითარების პირობებში მთელი რიგი ახალი პროფესიები გაჩნდა და მოსაოდნელია, რომ ამ ხრივ წლებთან ერთად კიდევ უამრავი სიახლე იქნება. თითქოს ინოვაციები ხშირად უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან, თუმცა რობოტების განვითარებასთან ერთად ლიმიტირებული ხდება სამუშაო ადგილები. მაგალითად, დღეს უკვე ნათელია, რომ რობოტებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ მიმტანები, კურიერები, დამლაგებლები, სეზონურად აგროსფეროში მომუშავე მუშები და ასე შემდეგ. კიდევ ვისი სამუშაო შესრულება შეიძლება ხელოვნურ ინტელექტს? არაპროფესიონალი გრაფიკული დიზაინერი, მაგალითად, გნებავთ დამწყები გრაფიკული დიზაინერი, AI თითქმის უკვე არის გრაფიკული დიზაინის ოსტატი, AI-ზე მომუშავე დიზაინის აპებს, მათ შორის Jasper Arts, DALL-E-ის Design AI-ის და Adobe Sense ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოება შეუძლიათ უკვე, როგორიცაა ფოტოების, ლოგოების და სხვა სასურველი შინაარსის გენერირება, თუმცა მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის რესურსის მნიშვნელოვანი იქნება სამუშაო ადგილზე პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერის ყოფნა, ამიტომ ამ ხრივ სამუშაო ადგილები კი შეიზღუდება, თუმცა თუ თქვენ ნამდვილი და ძლიერი პროფესიონალი ხართ, ყოველთვის საჭირო იქნებით. მაგალითად, პირველი სიაში, სადაც AI-ის შეუძლია ჩანაცვლება, ეს არის დამწყები დონის თარჯიმანი. გენერაციული AI ინსტრუმენტები უკვე უზრუნველყოფენ დამწყები თარჯიმნის ფუნქციებს და სავარაუდოდ შესაძლოა რომ მალეც ვიხილოთ AI კიდევ უფრო პროფესიონალურად, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ენებზე ტექსტების თარგმნას. თუმცა ეს არ ეხება ამ შემთხვევაში ცხადია სინქრონულ თარგმანს, ტექსტის არის გრამატიკულად ან სტილისტურად გამართვასაც, ან კიდევ სხვა ოპციებს, ამას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება. მათ შორის არის ასევე დამწყები პროგრამისტიც, როგორც აღვნიშნეთ, უახლეს 10 წლებში AI კოდირების ძირითად ამოცანებს შეასრულებს და ChatGPT მაგალითად უკვე საკმაოდ კარგად ფლობს პროგრამირების სხვადასხვა ენას და მათ შორის C+, Java-ს და Python-საც კი, თუმცა მომავალში ადამიანი პროგრამისტები საჭირო იქნება უფრო რთული კოდირების პროექტებისათვის და შედარებით სუსტ კოდირებას უკვე AI-ც კი შეძლებს. მათ შორის არის ასევე სწრაფი კვების მზარეულიც, მაგალითად ბურგერების აწყობა, ბოსტნეულის დაჭრა და სწრაფი კვების მომზადებისათვის საჭირო სხვა პროცედურებს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები უფრო აქტიურადაც კი ასრულებენ და ეს არაერთხელ გვინახავს ხო ამ დრომდეც. ეს ამიტომ ხდება, რომ სწრაფად მომზადებას არ სჭირდება დიდი გამოცდილება და შემოქმედებითი მიდგომაც, თუმცა ამასთან ბევრად დაფასებულები იქნებიან მაღალი დონის შეფმზარეულები და მათ შორის კონტრასტის ფონზე მეტად საჭიროც კი გახდებიან ისინი მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა საკვების მომზადებისთვისაც. ასევე არის კორექტორი. ამ შემთხვევაში კორექტორის სამუშაოს საფრთხე ემუქრება ისეთი ონლაინ პლატფორმები
პროგრამებისაგან, როგორებიც არის მაგალითად გრამატლი და გენერაციული ხელოვნური ინტელექტი. მათ შეუძლიათ რომ დააჩქარონ ტექსტის დამუშავების პროცესი და მყისიერად ამოიცნონ ორთოგრაფიული ან გრამატიკული შეცდომები და დაახლოებით 2040 წლისთვის საკმაოდ დიდი შანსი არის რომ აღნიშნულმა პროგრამებმა კორექტორების სრულად ჩაანაცვლონ. ისინი უბრალოდ შესაბამისად საჭიროც აღარ იქნებიან. და ბოლოს უკვე მრიცხველის წამკითხველამდეც მივედით, უფრო და უფრო მეტი კომუნალური კომპანია აყენებს ჭკვიან მრიცხველებს, რომლებიც მონაცემებს მათ ავტომატურად აწვდის და სწორედ ამიტომ შესაძლოა რომ მალე მრიცხველის წამკითხველი პირით საჭირო აღარ იყოს. სავარაუდო არის რომ ესეც დაახლოებით 2040 წლისთვის მრიცხველების უმეტესი ნაწილი, ამ შემთხვევაში თუ არა ყველა, იქნება დისტანციურად მართვადი ჭკვიანი მოწყობილობა.